გამარჯობა. მოდი დღეს ვისაუბროთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემაზე, რასაც ქვია საგვარეულო კარმული სიღარიბე. სიღარიბე ეს შეიძლება იყოს საგვარეულო კარმული და ის თაობიდან თაობას გადაეცემოდეს. ზოგადად ეზოთერიკაში ფულის ენერგია მოდის მამის ხაზიდან. მამის საგვარეულოდან და ნებისმიერი გადაუმუშავებელი ნეგატიური დამოკიდებულება მამასთან ან მამის საგვარეულოსთან ავტომატურად იწვევს ფულის ენერგიის დაბლოკვას. მაგრამ არსებობს ეს, რომელსაც ვერ გავექცევი, იქედან გამომდინარე, რომ დედის ხაზი მეტად უფრო ძლიერია და ქალების საგვარეულოში ნებისმიერი გადაუმუშავებელი ტრამვა, გაჭედილი ემოცია, რომელიც უჯრედულ დონეზე არის შენახული და ჩაწერილი, ხშირად არის საწყისი და იწვევს ბლოკირებას სწორედ ამ ფულის, ბარაქის და უზრუნველყოფის ენერგიის. კარმული სიღარიბე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, როგორც ეზოთერიკაში, ისევე ტრანსპერსონალურ ფსიქოლოგიაში. ეს არ არის მხოლოდ მატერიალური ნაკლებობა, ესაა ენერგეტიკული, სულიერი ან ფსიქოლოგიური ბლოკი, რომელიც ადამიანს უწყვეტი სიმწირისა და შეზღუდულობის განცდაში ამყოფებს. მე თქვენ მოგაწვდით ამ ფენომენის სიღრმისეულ ანალიზს. გიამბობთ სწორედ იმ კარმულ ქალის ღარიბული მენტალიტეტის შესახებ, თუ რატომ არ გამოდის ყოველთვის, თუ რა მენტალური აკრძალვები, შიშები და წინაღობები შეიძლება რომ იყოს გადმოსული თქვენი ქალის საგვარეულოდან. ასევე ეს ეხება კაცებსაც. ქალის როლი მარტო ქალიდან ქალზე არ გადადის, ანუ ამის თქმა უნდა კაცებს გადადის ეს. ქალის როლი კარმულ სიღარიბეში. ეს თემა უკიდურესად ღრმა და ფემინალურია, რადგან მოიცავს როგორც კოლექტიურ არაცნობიერს, ისე ინდივიდუალურ კარმულ სტრუქტურას. აქ იკვეთება ისტორიული ჩაგვრა, სქესობრივი როლები, სულიერი ფიცები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა. მაგალითად, ქალის ფიქრების სერია, გათენდა დილა, უნდა გაუძლო. სამსახური გაუძელი პარასკევამდე. ურთიერთობები ოღონდაც და არ წავიდეს, არ მიმატოვოს. ყოველდღიურობა, აუცილებლობის, მოთმინების, მოგვიანებით. რა არის კარმული სიღარიბე? ესაა მდგომარეობა, როდესაც ადამიანი მუდმივად აწყდება ფინანსურ გაჭირვებას მიუხედავად ძალისხმევისა. სიღარიბის შიშს ან მენტალიტეტს არ მეყოფა ფული ბინძურია, მე ამას არ ვიმსახურებ. დახმარების მიღების სირთულეს. საკუთარი ღირებულებასთან ან ფუფუნებასთან კავშირში დაბლოკილ ემოციებს. ასევე აქვე აღნიშნავ ისტორიულ კოლექტიურ კარმას, ქალის დათრგუნული მატერიალურობა. ქალის ფინანსური უფლება წართმეული იყო საუკუნეების მანძილზე, საკუთრება, სამუშაო, თავისუფალი შემოსავალი ქალისთვის დიდხანს აკრძალული ან მიუწვდომელი იყო. ეს ენერგეტიკულად ჩამოყალიბდა როგორც მე არ მაქვს უფლება მქონდეს, მე არ ვიმსახურებ, ან ფულზე ფიქრი ბინძურია. ქალის ფული ხშირად ასოცირდება მამაკაცზე დამოკიდებულებასთან, ქორწინებასთან ან სხვისგან მიღებულ წყალობასთან, რაც აყალიბებდა ფსიქოენერგეტიკულ ბლოკს დამოუკიდებელ მატერიალურ ბრუნვაზე. კარმული ფესვები საიდან შეიძლება რომ იღებდეს სათავეს უფულობის კარმა. წინა ცხოვრებიდან მოყოლილი ფიცი დავალებები. მონაზური ცხოვრება, ფიცები, ღარიბობის შესახებ. სულიერი დედა, წმინდა ქალი,
ფიცები ღარიბობაზე, ასკეტიზმზე, საკუთარი სხეულის და მოთხოვნილებების უარყოფაზე. ხშირად მოდის წინა რეინკარნაციებიდან, სადაც ქალი იყო მონაზონი, მკურნალმემკვიდრე ან სულიერი მასწავლებელი, რომელმაც მატერიალური დატოვა და რომელიც სულიერად მატერიალური დატოვა და ეს ითვლებოდა სულიერად ამაღლებად, მაგრამ მატერიალური რეალობის უარყოფის ფასად. პარაზიტული კარმული კავშირები. ვინმეს ძველი ცხოვრების განმავლობაში წართმეული ფინანსური რესურსები. თუ კი პირობითად წინა ცხოვრებაში თქვენ ვინმეს რამე წაართვით. ვალები, რომლებიც ენერგეტიკულად არ არის გასწორებული, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვალებს. ვალების გადაუხდელობა პირდაპირ მერე უფლობაზე მეტყველებს კარმულად. გენერაციული პროგრამები, საგვარეულო ისტორია სიღარიბისა და თვითდაკნინების, ოჯახური სისტემისგან მიღებული ტვირთის მემკვიდრეობა. როდესაც ესე თაობიდან თაობას გადაეცემა, რომ ფულს ჩვენთან რა უნდა, ფული ნებისმიერი რამე ესეთი ტვირთი, მოდი ესე დავარქვათ. და ასევე არის პასიური არქეტიპი, რომ ქალმა უნდა მოითბინოს, დაიცადოს, ემსახუროს და არა აიღოს. მოითხოვოს და ფლობდეს. ეს ყველაფერი დამორჩილების პროგრამად გადადის აწმყოში, ენერგეტიკული სიღარიბე, რომელიც ავლენს თავს არა მხოლოდ ფულის დეფიციტით, არამედ სხეულის სიამოვნების საკუთარი თავის აღიარების სიმწირით ქალებში. როგორია გენერაციული კავშირები? დედა ბებია ქალის ხაზის წინაპრები. რამდენად ჰქონდათ მათ მატერიალურ რესურსთან კავშირი? იყვნენ დამოკიდებულები თუ სხვის ხარჯზე ცხოვრობდნენ? თქვენები, ვინც მომისმენთ. ეს კავშირი გადადის როგორც შინაგანი მრწამსი და დღევანდელ რეალობაში შეიძლება გამოვლენილი იყოს, ქალი მარტო ვერ გადარჩება. დამოკიდებულება ბუნებრივია. წესიერი ქალები ფულზე არ საუბრობენ. წესიერი ქალები ფულს არ ითხოვენ. დაახლოებით ესეთი მიდგომებით. სიღარიბე ეს მხოლოდ ფულს არ ეხება. ეს ასევე აზროვნებას ეხება. იმას თუ როგორ ხედავს ადამიანი საკუთარ თავს, სხვებს, სამყაროს და შესაძლებლობებს. ზოგიერთი ქალი მუდმივად დეფიციტის მდგომარეობაში რჩება. არა იმიტომ, რომ რესურსი არ აქვს, არამედ იმიტომ, რომ ისინი ფიქრობენ, როგორც დეფიციტში მყოფი ქალები. ისეთი რწმუნებულებებით, შიშებით და სცენარებით, რომლებიც მათ ფინანსურ, ბარაქის, დოვლას და გამრავლების ენერგიას დაბლასწევს. და სწორედ აქ არის ის საგვარეულო ინფორმაცია და სცენარი, რომელზედაც მე უკვე ვისაუბრე და სრულიად შესაძლებელია ის ფაქტი, რომ არ არის ის თქვენი, მაგრამ ლოიალურობის გამო იმეორებთ იმ სცენარს, რომელიც თქვენ გადმოგეცათ დედის, ბებიის და წინაპრებისგან ქალის ხაზით. კიდევ ერთხელ გამეორდები და ვიტყვი, ეს არ გადადის მარტო ქალებზე, ასევე მოქმედებს კაცებსაც. ახლა უნდა განვიხილოს შესაძლო რამდენიმე ვარიანტი იმ აკრძალვების, რომელიც თქვენ გონიათ, რომ ტრადიციაა, მაგრამ რეალურად ხელს გიშლით ბარაქაში და სიღარიბიდან თავის დაღწევაში. შესაძლოა თქვენ ამოიცნოთ საკუთარი თავი ან ვიღაც თქვენ გარემოცვიდან. მე მინდა რომ იცოდეთ ის, რომ ეს არ არის თქვენი ცხოვრება და გამოუვალი მდგომარეობა არ არის. ეს გამოუვალი მდგომარეობა, გამოსავალი არის. გამოსავალი არის. პირველი აკრძალვა რა შეიძლება იყოს? თუ კი თქვენ ფიქრობთ, რომ ყველაფერი ძალიან ძვირია. პირადად თქვენთვის და ზოგადად. პირობითად ყავას ამევროთ. ეს სისულელია. პირობითად. კარგი კოსმეტიკა, ძვირია, გადაყრილი ფურია.
განათლების სპეციალიზაციის ასამაღლებელი კურსები. ეს ხომ ინტერნეტში უკვე არის უფასოდ. დეფიციტური აზროვნების მქონე ქალი ყოველთვის პოულობს საბაბს, რომ საკუთარ თავში არ ჩადოს ინვესტიცია. ის ხარჯავს, მაგრამ არ დებს ინვესტიციას საკუთარ თავში. და ამ დროს ფიქრობს, თუ რატომ არ იცვლება მისი ცხოვრება. ვიდრე შენ ფიქრობ, რომ ყველაფერი შენთვის მიუწვდომელია ან მიუღებელია, შენ არა შენი შესაძლებლობებით, არამედ შიში ცხოვრობ, რომელიც გავლენას ახდენს პირდაპირ ფინანსურ ენერგიაზე. ბლოკავს. მეორე აკრძალვა. თუ კი თქვენ ადანაშაულებთ სახელმწიფოს, მამაკაცებს, უფროსებს, ყველას გარდა საკუთარი თავისა. ასეთი აზროვნების მქონე ქალი დარწმუნებულია იმაში, რომ მას შეუძლია უკეთ ეცხოვრა, რომ არა. და ეს სია გრძელია. მაგრამ სამწუხაროდ მისივე პირადი პასუხისმგებლობა ამ სიაში არასდროს არ არის და არ იქნება. ასეთი მიდგომების მქონე ქალის სამყაროში ყველა დამნაშავეა. გარდა იმისა, ვისაც შეუძლია ცხოვრება საკუთარ ხელში აიღოს და რაღაც მაინც შეცვალოს. გახსოვდეს, რომ შენ არ ხარ დამნაშავე, შენს წარსულში, რაც მოხდა იქ, მაგრამ შენ ხარ პასუხისმგებელი შენ ხვალინდელ დღეზე და იმაზე, თუ რას აკეთებ დღეს. მესამე აკრძალვა. რაც შეიძლება იყოს წამოსული ჩვენი, ასე ვთქვათ, საგვარეულოდან. და გააქტიურებული გქონდეთ დღეს. თუ კი შენ ირჩევ ყოველთვის იაპს და შემდეგ გიწევს ორმაგად გადახდა. როდესაც ხარისხიანი ნივთების ნაცვლად ყიდულობ უხარისხოს. სანდო სპეციალისტების ნაცვლად ეძებ უფრო იაფიანს. სტრატეგიული აზროვნების ნაცვლად ფიქრობ, რომ უბრალოდ ძალიან ბევრი არ დახარჯო, მაგრამ შემდეგ წუწუნებ, რომ ეს არ მუშაობს. ისევ გაფუჭდა, არასწორი ავიღე. პარადოქსი არის ის, რომ საკუთარ თავზე დაზოგვა უმეტესწილად ყველაზე ძვირადღირებული შეცდომაა. გახსოვდეს, ღირებულობა, ანუ ფასი, ეს მხოლოდ რიცხვი არ არის, ის ასევე შედეგია, რესურსი, ენერგია. მეოთხე აკრძალვა, როდესაც და თუ კი შენ დარწმუნებული ხარ, რომ ლამაზი ნივთები შენთვის არ არის. როდესაც მაღაზიაში შედიხარ და ხარისხიან ნივთებს, რაც არც კი უყურებ და შენ სხვებისთვის და სხვებში ხედავ კარგ ცხოვრებას. სხვებისთვის და სხვებში. და მაშინვე გიჩნდება ფიქრი იმაზე, რომ ეს ჩემი არ არის. არა იმიტომ, რომ არ შეგიძლია, არამედ იმიტომ, რომ საკუთარ თავს სურვილების უფლებასაც კი არ აძლევ. როდესაც საკუთარ ოცნებებს ჩანასახშივე კლავ. ახშობ. შენ თუ არ გჯერა და დარწმუნებული არ ხარ იმაში, რომ საუკეთესოს იმსახურებ, მისკენ ნაბიჯსაც კი არ გადადგავ. მეხუთე აკრძალვა, თუ კი შენ არ ითხოვ. იმიტომ, რომ არ გსურს ვალში იყო, ითხოვ დახმარებას. პირობითად. შესაძლოა შენ ზღვარზე იყო მისული, მაგრამ მაინც ამბობ, გმადლობთ, მე თვითონ შემიძლია ამის გაკეთება. აკრძალვების აზროვნების მქონე ქალი დახმარებას დამცირებაში урევს. მხარდაჭერას საფრთხეში, ნდობას დაუცველობაში. და საბოლოოდ ის მარტო რჩება. მხარდაჭერის ზრდის განვითარების გარეშე. თხოვო ვინმეს დახმარება, ეს სისუსტე არ არის. ეს სიმწიფეა, ზრდასრულობა და ძალა, რომელსაც ჩვენ სხვაში აღიარებ. მეექვსე აკრძალვა, თუ კი შენ მუდმივად გადარჩენის რეჟიმში ხარ და არა ცხოვრების რეჟიმში. დილა გათენ და ფიქრით, რომ უნდა გაუძლო. სამუშაოზე, ვიცოცხლო, პარასკევამდე.
ურთიერთობაში ცხოვრობ მხოლოდ იმისთვის, რომ ის არ წავიდეს და შენი დღეები გადის დაუსრულებელ აუცილებლობის, გაძლების, მოგვიანებით რეჟიმში. თუ კი შენ არ გეგმავ, არ გოცნებობ, არ ქმნი და შენ ცხოვრობ სამყაროში, სადაც ყველაფერი შენსავე წინააღმდეგა, მაგრამ გახსოვდეს, სამყარო ის არ არის შენ წინააღმდეგ. უბრალოდ ეს შენი სცენარი ამბობს ასე. შენი სცენარი. აქ ნამდვილად ცხოვრობს ხვის სცენარით. ვიდრე შენ დაუკმაყოფილებლობის თვალსაზრისიდან ფიქრობ სიუხვეს, უზრუნველყოფას და ბარაქას ვერ დაინახავ, თუნდაც ის რომ ახლოს იყოს გვერდით, შენს გვერდით. დეფიციტური აზროვნების და აკრძალვებში მყოფი ქალი შეიძლება განსხვავებულად გამოიყურებოდეს. მოვლილი ან დაღლილი, დაკავებული ან თავისუფალი, მაგრამ მის შიგნით ყოველთვის ერთი და იგივე ხმა ისმის. არ შემიძლია, არ მაქვს უფლება, არ ვარ ღირსი. სიღარიბიდან თავის დაღწევის გზა არ იწყება თქვენი საფულით, არამედ თქვენი გონებით, გულით და გამბედაობით. რომ უთხრათ საკუთარ თავს, მე შემიძლია სხვაგვარად ცხოვრება. ეს უფრო მარტივად რომ თქვათ, ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს თქვენ საგვარეულოდან რა უნდა იყოს ისეთი სცენარი, რა უნდა იყოს ისეთი აკრძალვა, რომელიც თქვენ არ შეგიძლიათ რომ შეცვალოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სიღარიბიდან თავის დაღწევის გზა არ იწყება თქვენი საფულედან, არამედ თქვენი გონებით, გულით და გამბედაობით. რომ უთხრათ საკუთარ თავს, მე შემიძლია სხვაგვარად ვიცხოვრო. ეხლა როგორ უნდა ვიმუშაოთ კარმული სიღარიბის განკურნებისთვის? რა უნდა გავაკეთოთ? რა უნდა გააკეთოთ ამისთვის? შინაგანი რწმენის გამოკვლევა. რას ნიშნავს შენთვის ფული? გაქვს თუ არა სირცხვილის დანაშაულის ან შიშის შეგრძნება მის მიმართ, ფულის მიმართ? მეორე, კარმული გაწმენდა და გათავისუფლება. წინა რეინკარნაციებიდან წამოღებული ფიცების გაუქმება. მაგალითად, მე რომელიც შეგიძლიათ ესე გააკეთოთ, შეგიძლიათ ეს ამოიწეროთ და ჩაიწეროთ. მე ვხსნი საკუთარ თავს ყოველგვარი კარმული ფიცისა და პირობისგან, რომელიც მართავდა ჩემს ღარიბ ცხოვრებას. მე ვირჩევ თავისუფლებას, სიუხვეს და ბარაქას, უზრუნველყოფილ ცხოვრებას. ეს შეგიძლიათ გაიმეოროთ ხშირად, როგორც მანტრა ისე. მესამე, უნდა მოახდინოთ სხეულთან და ფულთან დაბრუნება. ეს მოხდება თქვენი მოთხოვნილებების აღიარებით, მიმღებლობით, საკუთარი ფიზიკურობის, მატერიალურობის და რაც მთავარია, სექსუალურობის, სიამოვნების მიღების. როგორც სექსუალური, ისე ნებისმიერი სახით. მეოთხე, მშობლებთან და საგვარეულო ხაზთან შერიგება. განსაკუთრებით დედასთან და მამასთან. ვიცი შეიძლება გააპროტესტოთ, რომ ფანტასტიკური ურთიერთობა გაქვთ დედასთან და მამასთან, მაგრამ რატომ გაქვთ მაშინ ფულის პრობლემა? ეს საჭიროა პირველ რიგში, რადგან მოხდეს კარგი ენერგოგამტარიანობა, რომ თქვენ მიიღოთ, შეიგრძნოთ თქვენი წინაპრების ფინანსური ენერგიები, რომ როდესაც ნაბიჯს ან პროექტს ან ნებისმიერ რაღაცას აპირებთ იმისთვის, რომ დაიწყოთ, გაიზარდოს თქვენი ფინანსური შემოსავალი და ასე ვთქვათ, იშლება, ფლავდება და წინ ვეღარ იწევთ, ეგ მაჩვენებელია იმის, რომ თქვენ არ გაქვთ ენერგიული მუხტი თქვენი წინაპრებისგან. ეს უნდა გამოიკვლიოთ. მაგათი პირველი სათავე არის თქვენი დედა და მამა. ოკეი, ეს იყო სულ დღეს მე რაც მინდოდა ფულთან დაკავშირებით რომ მეთქვა. გისურვებთ ბარაქას ყველას, წარმატებას და უზრუნველყოფილ ცხოვრებას და მერწმუნეთ ეს ყველაფერი თქვენ სამყარო დაგაჯილდოვათ, იმიტომ რომ სამყაროში ეს ყველაფერი არ არის გათვლილი, არის უზღვავი და ყველა ღებულობს იმას, როგორაც გასცემს.
ენერგეტიკულად. ღებულობთ იმას. მადლობა.